წიგნის სულის გიმნასტიკა. კაცობრიობის ხანგრძლივი არსებობის მანძილზე ბევრჯერ გადაუბასებიათ ფასეულობები, მაგრამ რაღაც საოცარი ძალის წყალობით წიგნებს მეტწილად შეუნარჩუნებიან თავიანთი აზრი და ღირებულება, ცხოვრებისეული მნიშვნელობა და მომხიბლელობა. რა არის ეს საოცარი ძალა წიგნებს რომ გამოყოფს თავითვე? ეს არის ძალა აზრის უკდავებისა. ლიტერატურა ხო ფრაგმენტთან ფრაგმენტია. ლიტერატურას პრაქტიკული სარგებლობა არ მოაქვს, ის ადამიანთა კეთილდღეობას არაფერს მატებს. მისი მეშვეობით ადამიანების მატერიალური ცხოვრება უფრო იოლი, სასიამოვნო და კომფორტული არ ხდება. ლიტერატურა სწორედ იმისათვის არსებობს, რომ პრაქტიკულ მატერიალურმა ინტერესებმა მიზნებმა არ დაგვავიწყოს და დაგვაკარგინოს საკუთარი თავი, საკუთარი სული. როცა წიგნს ვკითხულობთ, ჩვენს ცხოვრებისეულ ყოფით პრობლემებს საზრუნავს ვაწყდებით. ამ დროს მწერალთან ერთად სამყაროს თავისუფალი მჭვიდელები ვხდებით და ვფიქრობთ იმაზე, რაც ყველაზე მთავარი და არსებითია. რას ნიშნავს ადამიანად ყოფნა? ვინ ვართ და რატომ ვართ ამ ქვეყნად? რა ძალები წარმართავენ ჩვენს ცხოვრებას? რას ძენს ან უკარგავს მას აზრს და ფასეულობას? ლიტერატურა მოკაპოვებინებს იმას, რაც ყოველგვარ პრაქტიკულ და მატერიალურ სარგებელს აღემატება. მოკაპოვებინებს პიროვნულ სახეს და ინდივიდუალობას, აგვიხელს თვალს, გვანიჭებს სიმართლის, კეთილშობილების და სიყალბის, სიმდაბლის ნათელი ხედვის ძალას, მშვენიერების და სხვა ღირებულებების ღრმა განცდის და წვდომის უნარს. გურამ დოჩანაშვილი ამბობს, ყოველი ნორმალური წაკითხვის მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი ვიდრე ხარ, უფრო ჭკვიანი ვიდრე იყავი. თუ ეს მართლა ასია, დამიჯერეთ რომ ასია. რატომ არ კითხულობენ დღეს წიგნებს და რატომ არის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გაუნათლებელი მსოფლიოში? გაუცდები კაცი იმდენად დიდია რაოდენობა ახალგაზრდებისა, რომლებიც შეცვლილების გარეშე გამოგიწყდებიან, კითხვა არ გიყვარსო. ჩემი აზრით დიდი ხანია კაცობრიობა აღარ არის მიდრეკილი ღრმა ფილოსოფიური მსჯელობისკენ. მით უმეტეს დღეს, როდესაც ცხოვრების ტემპი ასეთი აჩქარებულია. როგორც წესი, ადამიანის თვალი უფრო ჭამს ვიდრე გონება. ხალხი ერთობა. ხოლო როდესაც შენი ყოველდღიურობა გართობის სახეს იღებს, აღარ გაღელვებს რამდენად საჭირო და სასარგებლოა შენი გართობის წყარო. იდილია, როგორ დავცინი და როგორ გვენატრება ამ სიტყვის განცდა, როგორ დამძიმდა იგი, იდილია. რატომ უნდა ვიკითხოთ? იმიტომ რომ, როდესაც კითხულობ, პერსონაჟები შენს ცხოვრებაში შემოდიან და ავსებენ მას. ერთი კლასიკოსი მწერლის ნაწარმოებიც კი იმდენ ცოდნასა და ცხოვრებისეულ გამოცდილებას გაძლევს, რომ თვითონაც განსაკუთრებული რჩები. პირადად მე ბევრი გავითვალისწინე წიგნის პერსონაჟების ცხოვრებიდან. რატომ უნდა ისწავლოს ადამიანმა საკუთარ შეცდომებზე, როდესაც შესაძლებელია რომელიმე პერსონაჟის დაშვებული შეცდომა აღარ გავიმეოროთ? რა თქმა უნდა, ხმამაღალი ნათქვამია, რადგან სანამ საკუთარ თავზე არ გამოცდი, ვერ მიხვდებიო ამბობენ, მაგრამ ცდა ბედის მომნახევრია ამ ფრაზასაც ხშირად მიაყოლებენ ხოლმე. მე სწორედ ამ უკანასკნელის მომხრე ვარ. ვცადობ პერსონაჟების შეცდომების გათავისება და გამოსწორება რეალურ ცხოვრებაში. დევიდ დემთის აქვს შესანიშნავი ფრაზა: მე მქონდა ინფორმაცია და არა ცოდნა, შეხედულებები და არა პრინციპები, ინსტინქტები და არა მწამსი. დენვისთვის ეს ყოველივე მას შემდეგ შეიცვალა, რაც 48 წლის ასაკში კლასიკოსების კითხვა დაიწყო. კარგი იქნება თუ ყოველი ადამიანი მიბაძავს მას და მიხვდება, რომ უწიგნოდ მისი შეხედულება ცხოვრებაზე, ნებისმიერ ფასეულობებზე ყოფილა პრიმიტიული. როგორც ილია ჭავჭავაძე ამბობდა, უწიგნოდ თვალთახედის ის არის მოკლეა. თუ გინდა გახდეთ ცივილიზებული სამყაროს სრულყოფილი წევრი, აუცილებელია გაეცნოთ წინათაობის ნააზრებს, ხოლო იმისათვის, რომ კულტურულად ადამიანად ჩამოყალიბდე, არსებობენ წიგნები, რომელშიც ისწავლია მას. მაგრამ მხოლოდ ეს არ გმარა, აუცილებელია მათი ნააზრების გაცნობიერება, შეფასება და გადააზრება. დღევანდელი ყოფისა და მორალისათვის რაც მისაღებია, ის უნდა შევიტვისოთ. ჩვენი თაობისთვის რაციონალური უფრო მისაღებია ვიდრე მეტაფიზიკური და იდეალისტური. ამიტომ ვიკითხოთ წიგნები და რაც უფრო ახლოა ჩვენთვის, ის შევიტვისოთ. მაგრამ იდეალიზმსაც უნდა დავიწყოთ, რადგან ეს ცხოვრებას გვილამაზებს და გვიადვილებს. ვასილ კეჟირაძეს რომ გითხოთ, დიდი სიამოვნებით შექმნიდა კარცერ ლუქსებს, რომ იქ ლიტერატურის მოყვარულები გამოეზარდა. გურამ დოჩანაშვილის პერსონაჟი ასე ქუჩა-ქუჩა მოძებნიდა ახალგაზრდებს, ჩაკეტებდა წიგნების კარადით სავსე ოთახში და წიგნის კითხვას აიძულებდა. ეს იქნებოდა კარცერი ლუქსი, წიგნებიანი თაროებით სავსე, რბილი, მოხერხებული სავარძლით, კოხთა მაგიდაზე ნატურა სოკოთი. ეს იქნებოდა კარცერი, ოცნება ყოველი წიგნის მოყვარულთათვის. ბევრნი არიან ისეთები, რომელთა აზრით წიგნის კითხვა მომაბეზრებელი პროცედურაა. გამუდმებით ვისმენ, როგორ შესჭირიან ისინი ერთმანეთს, წიგნების დასაკითხად ვეღარ ვიცილდო. და სწორედ ამ დროს ტაც ხელს ვტაცებ და შემოაღწევენ კარცერში მიყვავს. და ამით რაღა გამოვა? მივიღებთ ადამიანს, ვისაც ძლიერ უყვარს ლიტერატურა. ცრემლების სიცილისაგან, ტკივილისაგან, სევდისაგან, სიყვარულისაგან, ბედნიერებისაგან და კიდევ უამრავი მიზეზის გამო. საოცრად რეალური და სამავე დროს საოცრად ირეალური. რაღაც ისეთი სამყაროა, თელს დედამიწაზე ყველგან და არსად რომ შეიძლება იყოს. ძალიან კონკრეტული და ძალიან აბსტრაქტული, ძალიან გულუბრყვილად ადამიანური. მთავარია გადაშალეთ პირველი ფურცელი, მოხერხებულად მოიკალათდეთ და წავიდეთ.